მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ ტრიბუნას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერში, მე მისი წამყვანი ელენა ტრეხლებოვა ვარ. ჩვენი დღევანდელი ეთერი ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი მემარჯვენეები და ჩვენი სტუმარი არის გაერთიანების რეგიონალური მდივანი გიორგი ასათიანი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი. საღამოშიდებს. გმადლობ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონო გიორგი, საუბარს უკრაინით დავიწყებთ, როგორც ცნობილი არის, უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დაინიშნა ამ გადაწყვეტილებას, რადგან 328 დეპუტატმა დაუჭერა მხარი, თუმცა ევრომაიდანზე შეკრებილი ადამიანები დაშლას არაპირებენ და აცხადებენ, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. თქვენი აზრით მოაგვარებს თუ არა უკრაინის კრიზისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები? პირველ რიგში დავიწყოთ იმის აღიარებით, რომ უკრაინელმა ხალხმა ძალიან სერიოზული გზა გამლო დღევანდელ დღემდე. გამლო ძალიან ვაჟკაცურად, მე მგონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს გაუსწორეს თვალი და სერიოზულ პრობლემებს გაუსწორდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ევრომაიდანზე დაამტკიცეს, რომ ევროპული არჩევანი უკრაინელი ხალხის არის საბოლოო და მისი გადახედვა და ამ პოზიციის რევიზირება არ მოხდება. რაც შეეხება იმ გამოწვევებს, რომლებიც მომავალში ერის უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, პრობლემები ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ მე მიმაჩნია და ჩვენი პოზიცია არის ესეთი, რომ უკრაინელმა ხალხმა ნაბიჯი კი არ გადადგა, ძალიან დიდი ნახტომით მიუახლოვდა ევროპას, მიუახლოვდა იმ ოცნებას, რასაც ევროპული უკრაინა ქვია. მათ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სრულად ევროპას, მთელ მსოფლიოს დაანახეს და მე მგონი ჩვენც ქართველებმაც სერიოზული გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ მათი ბრძოლიდან და უნდა ვთქვათ, რომ არანაირი რაღაცა ენის მოჩლიქვით საუბარი რუსეთთან შედეგის მომტანი არ არის, მათი პრინციპული პოზიცია იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამაპირობებელი, რომ ამ ადამიანებმა მიაღწიეს იმ სასრული შედეგს ამ ეტაპისთვის, რომელიც მათი ბრძოლის პირველი ეტაპი არის. რა თქმა უნდა, წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს ნებათა ღელვა ძალიან სერიოზული მოყვება. დარწმუნებული ვარ იმაზეც, რომ რაღაცა სერიოზული პრობლემები რუსეთი მაქსიმალურად ესწრება, რომ ისევ გაუჩინოს უკრაინას, მაგრამ მე კიდევ ერთხელ დავწუნდი იმაში, რომ უკრაინელი ხალხი თავისი პრინციპული პოზიციის დაცვაში არის ძალიან უკან დაუხეველი, ასე რომ ვთქვათ და ეჭვი არ მეპარება, რომ და მინდა მთელი სული და გულით უსურვო მათ წარმატებები ამ დიდ ბრძოლაში. დღეს გახდა ცნობილი, რომ ვიქტორ იანუკოვიჩზე არის ძებნა გამოცხადებული და უკრაინელი ოპოზიციონერების ნაწილი თვლის, რომ ის კონტრშეტევისთვის ემზადება და ამის ეჭვი მათ აქვს. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს? ვიქტორ იანუკოვიჩის რესურსი ჩემი აზრით უკვე ამოწურულია. რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან კიდევ თავისი რაღაცა კარტი გაათამაშონ, თუ რამე აქვთ ხელში დარჩენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გუშინდელი დღე უკრაინული პოლიტიკისა. ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებული პრობლემები, რა თქმა უნდა, გუშინდელ დღეს შეიძლება მივაწილოთ, მაგრამ რუსეთი როგორც აგრესიული მეზობელი უკრაინისა, ჩვენ ამას უნდა გაუსწოროთ თვალი და უნდა ვთქვათ, რომ პრობლემები ისევ ალბათ მომავალში ექნება უკრაინულ სახელმწიფოს თავისი განვითარების გზაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ პრინციპული და ისეთი მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელსაც ეს ადამიანები თვითონ აბსოლუტურად შიშველი ხელებით, პირდაპირ მნიშვნელობით თვითორგანიზებით აღწევენ მაიდანზე ერთად ყოფნით, გვერდში ერთმანეთთან დგომით და თავისი იდეის, თავისი პრინციპების ერთგულებით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ გამოწვევებსაც ძალიან ვაჟკაცურად გაუსწორდებიან და მათი ევროპული არჩევანი და მათი ევროპული მომავალი კითხვისნიშნის ქვეშ აღარასოდეს აღარ დადგება. უკრაინის მოვლენებს დღეს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სიუზან რაისი. მისი თქმით, უკრაინის გაყოფა არც რუსეთის, არც ევროკავშირის და არც ამერიკის ინტერესებშია. ამასთან უკრაინის რადა ემზადება, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გადაწყვეტილებას კენჭი უყაროს, ეს რადაში კოალიციის შექმნისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის არჩევის შემდეგ მოხდება. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები ან ასოცირების ხელშეკრულების თვალსაზრისით? ნუ, პირველ რიგში, როგორც ცნობილი არის, უკრაინის ზადაში უკვე არის ის აუცილებელი მინიმუმი იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინასთან, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდეს და ეს მე მგონი პრობლემას აღარ წარმოადგენს, მაგრამ მთავარი არის ის, თუ როგორ გაკვეთილს მიიღებს აქედან უკრაინული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც სულ რამოდენიმე თვის უკან არჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა არჩია თავისი ერის, თავისი ქვეყნის მსახურს და სამსახურს არჩია რუსეთთან რაღაცა ენის მოჩლიქვით საუბარი, პუტინის პოლიტიკის აყოლა, მან მიიღო თავისთვის ძალიან მცდარი და ქვეყნისთვის მცდარი გადაწყვეტილება, რომელმაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა უკრაინა. ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში და უნდა ვთქვათ, რომ დღეს უკრაინა პრაქტიკულად არის, როგორც თვითონ ამბობენ, უკვე გაბანკროტებული ქვეყანა,
უძლიერესი და უსერიოზულესი პრობლემებია ეკონომიკაში, ძალიან მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობა, ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაცია არის, ძალიან დიდი ჩიხი არის, რომელიც უკან უნდა გამოვიდეს, საიდანაც უკან უნდა გამოვიდეს ეს ქვეყანა და გააგრძელოს წინ სვლის გზა, მაგრამ ჩემი აზრით ეს გაკვეთილი უკრაინულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ძალიან კარგად უნდა გაანალიზოს პირველ რიგში და უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ხალხის ნება არის ის მთავარი წყარო, ისე როგორც უკრაინაში თელ სოფლიოში, რომელიც კვებავს ხელისუფლებას. ვინც არ უნდა იყოს ის პრეზიდენტი, ეს იქნება არჩეული რადა, იქნება თუ პარლამენტი და შესაბამისად თუ კი ხალხის ნების გარეშე ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც დღეს მოიაზრება უკრაინის პოლიტიკაში, გადასწყვეტს ამ ხალხის ნების წინააღმდეგ აღდგომას, მას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება და ამას არაპატიებს პირველ რიგში ის უკრაინელი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სისხლის, თავიანთი მეგობრების ჯანმრთელობის საზიანოდ მიიღეს ის გადაწყვეტილება და მიუხედავად ყველანაირი პრობლემისა უკან არ დაიხიეს და დაიცვეს თავიანთი ღირებულებები და პრინციპები. მე პირველ რიგში ვამბობ იმას, რომ იმედი მაქვს უკრაინელი ხალხის მათი არჩევანის და შესაბამისად იმედი მაქვს იმისაც, რომ უკრაინული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ არჩევანს კიდევ ერთხელ არ უარყოფს. ბატონ გიორგი, ქართულ ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ რუსეთის ზეწოლა საქართველოზე გაიზრდება განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოლიმპიადა უკვე დასრულებული არის და ნაწილი ექსპერტები თვლის, რომ საქართველოში არის შესაძლებელი, რომ განმეორდეს უკრაინის სცენარი. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? ის რომ რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც გეგმები გააჩნია წყალებში, რაღაც გეგმები, ის რომ არ არის ჩვენი კეთილი მეზობელი, ეს არ ახალია, ეს ბევრჯერ არის თქმული და ის რომ მასთან დაკავშირებით რაღაცა განსაკუთრებული კეთილი მონოდინი ჩვენ არ უნდა გქონდეს, ეს 2x2 4-ია. მაგრამ მე ასე მძაფრად არ შევხედავდი დღევანდელ ჩვენ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რომ ქართულმა სახელმწიფომ, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენ ერთხელ ვთქვით უკვე, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროატლანტიკური არჩევანი და ამ არჩევანის გადახედვა არ მოხდება და თუ კიდე ის უკრაინის მაგალითი, რომელზედაც ჩვენ ლაპარაკობთ რამოდენიმე წელიწადს უკან, კიდევ ერთხელ კარგად მიუნიშნებს იმას, რომ ხალხის არჩევანის უგულებელყოფა არ შეიძლება. მე მგონი გაკვეთილი უნდა იყოს ასევე რუსული პოლიტიკური წრეებისთვისაც და მათ კარგად უნდა დაინახონ, რომ ქართული ხალხიც თავისი ნების დასაცავად ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ჩვენი არჩევანი არ იქნას გადახედული. მე იმედი მაქვს, რომ ქართული ხალხის, ასევე ქართული სახელმწიფოს რეალური ბოლო 20 წლის ისტორია მიგონიშნებს იმაზე, რომ რუსეთთან არ შეიძლება ენის მოჩლიფით საუბარი, მაგრამ ასევე არ შეიძლება ხისტი პოზიციიდან საუბარი, როდესაც მუშტების ბრახუნით ან და კიდევ რაღაცა ისეთი არაპოლიტიკური შეძახილებით გაღიზიანება ისედაც ძალიან რთული აგრესორი მეზობელისა. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩვენ მოვნახავთ რაღაცა ისეთ გზას, რომელიც საშუალებას მოგცემს თავიდან ავიცილოთ გართულება რუსეთთან ურთიერთობებში და მივახციოთ იმ წერტილს, როდესაც მივალთ და ერთმანეთს შევხედავთ თვალებში და ვეტყვით, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი მეზობელი რუსეთი, რომელიც იქნება კეთილგანწყობილი და რუსეთსაც ძალიან აწყობს დალაგებული საქართველოს ძლიერი კავკასია, რომელიც ასევე იქნება გარანტი მისი სამხრეთ საზღვრების დაცვისა და სიძლიერის. ბატონ გიორგი, როგორ არის ეს შესაძლებელი რუსეთთან პირდაპირი დიალოგი თუ ევროპასთან უფრო მეტი ჩართულობით? ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ის ამ გზის გამონახვა? ამ ეტაპზე ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა, დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობა ამ პროცესში, იმიტომ რომ ის გამოცდილება ჩვენი ურთიერთობიდან, ის წერტილი, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში არსებობს, არის ძალიან მძიმე, ასე რომ ვთქვათ, თავისი ისტორიით, თავისი შედეგებით. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ჩვენ ქართული მოსოფლიო აღიარა და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ ტერიტორიის 20%-ზე მეტი პრაქტიკულად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ მათთან ჩვენი პირისპირ საუბარი და დიალოგი დღესდღეობით მე ცოტა რთულად მეჩვენება, ჩვენი დასავლელი პარტნიორების და მეგობრების საშუალებით საჭირო არის ეტაპობრივად ნაბიჯ მოუნახოთ საერთო შეხების წერტილები, ის საკითხები, რომლებიც ორივე ქვეყანას ამ ეტაპზე, ორივე ქვეყანასთვის არის მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე საერთო ინტერესები გვაქვს და ამ წერტილებიდან შემდეგ ნელ-ნელა ავაგოთ ის ურთიერთობა, რომელიც სასურველი იქნება ჩვენთვისაც და რუსეთისთვისაც. მადლობ ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ საუბარს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი მემარჯვენეები და ჩვენი სტუმარი არის გაერთიანების რეგიონალური მდივანი გიორგი ასათიანი. არ გადართო, ჩვენ სულ მალე დავბრუნდებით ეთერში.
თავისუფალი ტრიბუნა კვლავ პირდაპირ ეთერშია. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეთმობა პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი მემარჯვენეები და ჩვენი სტუმარი არის გაერთიანების რეგიონალური მდივანი გიორგი ასათიანი. ბატონ გიორგი, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრებთ. საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვა უკვე დაიწყო. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებს შემუშავებულ პაკეტზე მსჯელობა კომიტეტებში მიმდინარეობს. რა კონკრეტულ შედეგებს ელოდებით ამ პროცესისგან? Ну, Ელენე, ძალიან მოდი ესე ვთქვათ, დაგვიანდა შედეგების მოლოდინი. ძალიან კარგი იქნებოდა თუ კი პოლიტიკურ ველზე მოთამაშეებს, პოლიტიკურ პარტიებს და ზოგადად საქართველოს სამმართველოს ეცოდინებოდა ცოტა ხნით ადრე თუ როგორი სისტემით ჩატარდებოდა ადგილობრივი არჩევნები. ჯერ თავიდან პრობლემა იყო საერთოდ რას ვირჩევით, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ პრაქტიკულად 10 დღე იქნება დაახლოებით რაც საბოლოოდ შევიდა ძალაში ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. ეხლა დღესდღეობით გვაქვს რეალური სიტუაცია, როდესაც ძალიან აქტიურ ფაზაში არის თანამშრომლობის პოლიტიკური პარტიები იმისთვის რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს თუ როგორი ცვლილებები შევა საარჩევნო კანონმდებლობაში. თავისთავად მოლოდინი პირდაპირ გითხრათ ახალ მემარჯვენეებს ჰქონდა გაცილებით უფრო მეტის, არ ჰქონდა ჩვენ ისეთი განცდა, თუ კი ისევ მოგვიწევდა რაღაც მერის არჩევითობის არჩევის ბარიერთან დაკავშირებით ისევ საუბარი თქვენ იცით რომ თვეების განმავლობაში გვიმტკიცებდნენ რომ 40% უკეთესი იყო ვიდრე 33%, მაგრამ 50% იქნებოდა გარკვეული პრობლემების მომტანი, მეორე ტირის რაოდენობები გაიზრდებოდა ქვეყანაში, აღმოჩნდა რომ ეს თურმე გადალახვადი პრობლემა იყო და დიდი მადლობა ხელისუფლებას რომ 50%-იან ბარიერზე დათანხმდა ზოგადად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლეგიტიმაცია თვითმმართველობისთვის თუ როცა ირჩევ ადამიანს მისი ლეგიტიმურობის ხარისხი იყოს მაღალი, არ უნდა ხდებოდეს ისე რომ ადამიანს მიაჩნდეს რომ უმცირესობა წყვეტს იმას თუ ვინ უნდა იყოს მისი ქალაქის მერი ან და რაიონის გამგებელი. რაც შეეხება იმ მოლოდინები, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გვაგვაჩნია ამ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობისგან არის რამოდენიმე მოლოდინი შემორჩენილი პრაქტიკულად ღია საკითხები, რომლებიც დარჩენილი არის გასარკვევად. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღესდღეობით რაც არის. ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად მოულოდნელად ჩვენთვის სიურპრიზი იყო ის, რომ წარმოვიდა საკითხი, რასაც ქვია, როდესაც მერობის კანდიდატი ვერ იქნება, ან გამგებლობის კანდიდატი ვერ იქნება პარტიული სიის შემადგენლობაში. ანუ ეს აბსოლუტურად ცვლის პოლიტიკურ რეალობას, მე მესმის რომ ჩვენი ჩვეულებრივი მაყურებისთვის ცოტა რთულად ასახსნელი და გასაგები შეიძლება იყოს, მაგრამ მოდი ვეცდები ამ ადამიანებს აუხსნათ თუ რა არის აქ პრობლემა და რაში არის მთავარი საკითხი. თეორიულად დაუშვათ რომ ადამიანმა მიიღო, არ ვიცი, ნებისმიერმა წაგებულმა მერობის კანდიდატმა თქვა 20%, 25%. რატომ უნდა ნიშნავდეს ეს იმას, რომ ამ 20-25%-ის მქონე ადამიანს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ იყოს პარტიულ სიაში, რომ შესაბამისად მის მიერ წამოწეული საკითხების, მისი პროგრამის შემადგენელი ნაწილების ლობირობა მოახდინოს საკრებულოს შემადგენლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის თემა, როდესაც ჩვენ ამ საკითხებს საუბრობთ, რომ რეალურად მთელი ამ წლების განმავლობაში ესეთი აკრძალვა და ესეთი ჩარჩოების ზოგადად არ არსებობდა თვითმმართველობის არჩევნების დროს და ნებისმიერ ადამიანს პარლამენტის წევრი იყო, ის მერობის კანდიდატი იყო თუ გამგებლობის კანდიდატი იყო, მას შეეძლო ასევე მონაწილეობა მიიღო პარტიული სიის ჩამოყალიბებაში და ყოფილიყო სიის პირველი ნომერი, მეორე, მესამე რა მნიშვნელობა აქვს რა, მაგრამ როდესაც ასეთ რეალობის წინაშე ვდგებით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი პარტიული ლიდერი მაგალითად რომელიმე რაიონში, როდესაც ვეუბნებით ჩვენ, რომ შენ ხარ არჩევანის წინაშე, ან იქნები მერობის კანდიდატი, ან გამგებლობის კანდიდატი და შესაბამისად ვერ მიიღებ მონაწილეობას სიის შემადგენლობაში ვერ იქნები, ან და გაქვს მეორე არჩევანი სიის შემადგენლობაში შეხვიდე და მერობის კანდიდატი არ იქნები. ანუ არის საკმაოდ ისეთი უხერხული არჩევანი ჩვენი ადგილობრივი ლიდერების წინაშე, რომელიც პირდაპირ ვთქვათ გვირთულებს მდგომარეობას. ეს არ ეხება მარტო ახალ მემარჯვენეებს, ეს არ ეხება მარტო არასაპარლამენტო საუბრობდნენ ინტერფრაქციული ჯგუფის სხვა მონაწილეების, ადამიანური რესურსების პრობლემას ქმნის ეს ელემენტალურად. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს პრობლემა არსებობს საქართველოს რეგიონებში, მთელი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ მწირი არის ის რესურსი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია ადგილებზე და ეს პრობლემა აქვს როგორც
ოპოზიცია საპარლამენტოს და არასაპარლამენტოს, მოდი პირდაპირ თუ გივიტყვით ეს პრობლემა აქ ხელისუფლებასაც, იმიტომ რომ პრაქტიკულად ხელისუფლებაში ერთი და იგივე ადამიანები არიან რაიონებში, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად იცვლიან შესაბამისად თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს, მაგრამ ესაა ქართული რეგიონების და ადგილებზე პრობლემების რეალობა. ბატონ გიორგი, 50%-იანი ბარიერის დაწესებას ინტერფრაქციული ჯგუფის მონაწილეები თავის მნიშვნელოვნად გამარჯვება თვლიან, თუმცა არსებობს მეორე მხარეც, რომელიც აღნიშნავს, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა არის ჩიხში შესული და რამდენიმე პარტიამ უკვე დატოვა ამ ჯგუფის მუშაობა. თქვენ როგორ აფასებთ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას? თავისთავად ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატი ძალიან საინტერესოა, ამით მიეცა არასაპარლამენტო ოპოზიციას საშუალება ჩართულიყო პროცესში, რომ რა პროცესაც ქვია ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან და ადგილობრივი თვითმმართველობასთან დაკავშირებული საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. მაგრამ უნდა ვთქვათ ჩვენ ძირითადი განმაპირებელი ფაქტორი საიდან გაჩნდა ეს იდეა. ვენეციის კომისიის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ იმისთვის რომ ჩაითვალოს არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად საჭიროა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ერთი წლით ადრე მაინც იცოდნენ ის თამაშის წესები, რომელსაც თქვენ სახელმწიფო ხელისუფლება დაუყენებს პოლიტიკურ პარტიებს. როდესაც ესეთი რამე არ ხდება, როგორც მინიმუმ საჭირო არის ყველა პოლიტიკური ერთეულის ჩართულობა ამ საკითხში და სრული პოლიტიკური კონსენსუსი იმისათვის, რომ თუკი მანამდე ვერ ახერხებს შენაცვლილებებს და არჩევნებამდე 3 თვით ადრე, 2 თვით ადრე, 4 თვით ადრე გინდა რომ ეს ცვლილებები შეიტანოს საარჩევნო კანონმდებლობაში, შესაბამისად მაქსიმალურად უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ესეც იყო ალბათ ერთ-ერთი განმაპირებელი ფაქტორი, როდესაც ხელისუფლება მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკანონმდებლო საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის დროს ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს. თავისთავად ის შედეგი, რომელიც მივიღეთ, რასაც ქვია 50%-იანი ბარიერი, არის ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომელსაც ქვია დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ მთავარი პრობლემა, რომელსაც აყენებდა არასაპარლამენტო ოპოზიცია და არა მხოლოდ. ეს არის საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული პრობლემა, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას. და რას გულისხმობს ეს საარჩევნო სისტემა? როდესაც ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი იგივე ხელუცვლელი, ხელშეუხებელი პრაქტიკულად, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, რაც იყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, თვითმმართველობის დაკომპლექტების თვალსაზრისით და დღესაც იგივე აბსოლუტურად სისტემა გვექნება. ანუ ჩვენ როგორ შვებით, რომ როგორც ადრე კომპლექტებოდა საკრებულო პროპორციული და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით აბსოლუტურად იდენტურად ხდება დღესაც. უბრალოდ მაშინ იყო 10 კაცი პროპორციული სით, დღეს არის 15 კაცი. რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი არის, მაგრამ ეს ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ცოტა პროცენტით შესაძლებელია მეტი რაოდენობა მანდატების მიღება კონკრეტულ საკრებულოში. კონკრეტული მაგალითი, რომელზედაც არაერთხელ და ორჯერ არის ნათქვამი, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები, თბილისის რეალობა, თბილისში ნაციონალურ მოძრაობამ მიიღო 53% და შესაბამისად მას პროპორციული სიით მიეცა საშუალება გაეყვანა 13 დეპუტატი თბილისის საკრებულოში. მაგრამ იმის ხარჯზე, რომ მისმა მაჟორიტარებმა მოიგეს თბილისის დანარჩენი მაჟორიტარული უბნები და მაშინ ბარიერი მაჟორიტარულებზე ჩვენ გვახსოვს, რომ პრაქტიკულად არ არსებობდა 30%-იანი ბარიერი იყო. შესაბამისად თბილისის საკრებულოში სკამების რაოდენობა ნაციონალური მოძრაობის აღმოჩნდა 80%-მდე მიახლოებული, 78%. პრაქტიკულად მე ვიღეთ, რომ 53% მოსახლეობამ, რომელმაც დაუჭირა მხარე ნაციონალურ მოძრაობას, შედეგად მივიღეთ ის, რომ საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებდა 80%-ს სავარძლებისა. ანუ დღესაც იგივე რეალობა გვაქვს. ჩვენი ალტერნატივა რა იყო? ჩვენი ალტერნატივა იყო, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ, რომ არც ერთი ამორჩევლის ხმა არ იქნეს დაკარგული და არაფერი ნოუ-ჰაუ და განსაკუთრებული სიახლე არ შეგვითავაზებია. ჩვენ შევთავაზეთ ის გამოცდილება, ის მეთოდი, რასაც ქვია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, რომლებიც ძალიან წარმატებით მუშაობს უამრავ ევროპულ და არაევროპულ დემოკრატიაში. ანუ რას ნიშნავს ესა? მაგალითად, სიტყვაზე გეუბნებით, ხო?
გავიღოთ რუსთავის სიტყვაზე ვამბობ, ქუთაისი გაიყოფოდა 2-5 მანდატიან ოლქად, ან და შეიძლებოდა 3 მანდატიანი ოლქი, ეს ან და 2 მანდატიანი, 1-4 მანდატიანი ოლქი და ეს ყველაფერი ტექნიკურად დალაგებადი იყო, როდესაც ერთ ამორჩევეს ერთ ადამიანს ექნებოდა შესაბამისად ან 5, ან 3, ან 4 ხმის უფლება და მისი ხმა შესაბამისად თუ ის ყველაზე მეტად უჭერს მხარს სიტყვაზე ვამბობ მაგალითად დღევანდელ ხელისუფლებას შემოხაზავდა დღევანდელ ხელისუფლებას მერე მოსწოს არასაპარლამენტო ოპოზიცია შემოხაზავდა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს ან ყველა ხმას მისცემდა ადგებოდა და ქართული უსნების წარმომადგენელს ან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს ან ნაციონალურ მოძრაობას რა მნიშვნელობა ანუ მაქსიმალურად იქნებოდა ყველა ადამიანის ხმა გათვალისწინებული შესაბამის საკრებულოში დღევანდელი რეალობა სამწუხაროდ ამის საშუალებას არ გვაძლევს ჩვენ და ეს არის რეალობა, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანის ხმა დაიკარგება და მისი ხმა არ იქნება ასახული საკრებულოში. მაგრამ ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დაგვიდგა, ჩვენ ამ მზათა ვართ ამ მოცემულობით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და მაქსიმალურად ვიბრძოდოთ შედეგისთვის, რომ ჩვენი წარმომადგენლები იყოს წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობაში საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონის მასშტაბით. ერთ-ერთი აქტუალური და საკმაოდ სადაო საკითხი ასევე იყო საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, როგორც ცნობილი არის, ინტერფრაქციული ჯგუფის მონაწილეები, განსაკუთრებით არასაპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმებოდა იმ გადანაწილებას, რომელიც დღემდე არსებობს, თუ არის რაიმე ცვლილებები ამ მხრივ, ან მოლაპარაკებები როგორ მიმდინარეობს ხელისუფლებასთან ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ პირველი მოსმენით უკვე საარჩევნო კოდექსი მიიღო საქართველოს პარლამენტმა. მომავალი კვირა არის სასესიო კვირა და როგორც გაჟღერდა რამოდენიმეჯერ მომავალი კვირის განმავლობაში მინიმუმ მეორე მოსმენით და ეცდებიან რომ მესამე მოსმენითაც მიიღონ. ჯერჯერობით საბოლოოდ ძალიან რთულია იმაზე საუბარი რომ ეს გადაწყვეტილია და არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ თეორიულად შეიძლება 1% დავეტოვოთ, მაგრამ პრაქტიკულად ელენე ჩვენ არ აგვაქვს არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ეს საკითხები გადაიხადება ხელისუფლების მიერ. არადა ძალიან სამწუხაროა, როდესაც ესეთი რეალობა დგება, როდესაც 13 კაციანი შემადგენლობიდან კომისიის წევრებისა ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებდა 7 და 6 იყო ოპოზიციის დღევანდელი რეალობით არის ისეთი მოცემულობა, როდესაც 13 კაციდან 12-ს აკონტროლებს დღევანდელი ხელისუფლება და ერთი არის ოპოზიციური წარმომადგენელი. ეს არის ძალიან ცუდი რეალობა. მე მესმის, რომ ქართული ოსნების შემადგენლობაში შედის 6 სუბიექტი და მათ ყავს წარმომადგენლები, მაგრამ იმ პოლიტიკური რეალობიდან რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ ესეთი რეალობა. არადა ის ჩვენი თანამებრძოლები, გუშინდელი თანამებრძოლები, რომელთანაც ჩვენ ვიბრძოდით 2-3 წლის უკან საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღების კუთხით ხარ და მხარ, სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ისე ირონიით იხსენებენ იმ დღეებს და ამბობენ რომ აი რვიანის ფორმატში ამ თემაზე ამ კონტექსტში არ ყოფილა საუბარი, მაშინ სხვა რეალობა იყო, ჩვენ უბრალოდ ნამდვილად არ გქონდა ეს განცდა თუ კი მოგვიწევდა დღევანდელ ხელისუფლებასთან ესეთი პოზიციით საუბარი, რომ აი რასაც წავგლეჭთ, რასაც ეც დავათმობინებთ, ესეც ხეირი არის ზოგადად დემოკრატიული სივრცისთვის, ხო? ესე როცა ვესაუბრებოდით ნაციონალურ მოძრაობას, გასაგები იყო მათი ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე და ეს ყველასთვის ცნობილი იყო, ნამდვილად არ გვეგონა თუ იგივე რაღაცა განწყობილებით მოგვიწევდა ურთიერთობა დღევანდელ ხელისუფლებასთან. ახლანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ბიომეტრიული სიები, რომლითაც ჯერ უნდა ჩატარებულიყო საპრეზიდენტო არჩევნები, შემდეგ ეს ვერ მოესწრო და განცხადებული იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აუცილებლად ბიომეტრიული სიით ჩატარდებოდა. თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ამის შესახებ უკვე რამდენიმე დღეს წინ გახდა ოფიციალურად ცნობილი, რომ ეს არ იქნება ბიომეტრიული სიები, ვინაიდან ისინი ვერ ესწრება და იქნება სიები, რომლებზეც იმუშავებს იუსტიციის სამინისტრო. რამდენად იქნება ეს სიები თქვენი აზრით დაცული გაყალბებისგან და რატომ ვერ მოასწრო ხელისუფლებამ ბიომეტრიული სიების მომზადება? ზოგადად საარჩევნო სიები ძალიან სენსიტიური თემაა ახალი მემარჯვენეებისთვის. იცით რომ, რა ვიცი, ლამის ეშმაკის მოციქულებად გამოგვაცხადა დღევანდელმა ხელისუფლებამ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით და ძალიან მტკივნეულად აღვიქვა მე ამას როგორც ადამიანი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ის სიები, რომლებიც სიების დამზუსტებელმა კომისიამ ამ უკაკაცდადის მეთაურობით დაადგინა, კიდევ გაიზარდა სადღაც 80,000-მდე თუ არ ვშთები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი შემადგენლობა. არადა გახსოვთ მაშინ როგორი პიარი იყო, რომ აი ესეთი გაწელილი სიები, რომლებიც გაუკეთეთ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას და ასე შემდეგ.
რა შეიძლება ითქვას კომენტარის გარეშე ფაქტები ყველაფერი თავის თავზე მეტყველებს ხო გავიდა პრაქტიკულად წელიწად ნახევარზე მეტი როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და პრაქტიკულად მათი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო საარჩევნო სიებთან დაკავშირებული თემატიკა და ამბობდნენ ეს იყო მათი შავი პიარის ეგრეთ წოდებული შავი პიარის ხერხემალი რაზეც იგებოდა შემდეგ ყველაფერი რომ აი საარჩევნო სიებში ნაციონალურ მოძრაობას გამოკა კაცდაძემ არ მახსოვს რა 100,000 ხმა აჩუქა თუ რაღაცა აჩუქა პრაქტიკულად დღეს კიდე ერთხელ გეუბნებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მამუკა კაცდაძის გაწელილი სიები, ეგრეთ წოდებული გაწელილი სიები კიდევ გაზარდეს რამოდენიმე 10,000-ით. აღმოჩნდა, რომ ეხლაც კიდევ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებიც არ ჩატარდება ბიომეტრიული სიებით. არადა ეს იმ დროს, როდესაც 2013 წლის დასაწყისში მარტის თვეში, როდესაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ივანიშვილის ხელმოწერით გამოვიდა ადგენილება, რომელშიც ეწერა თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებებისათვის შესაქმნელი სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, სხვადასხვა ამ დოკუმენტში იყო ნახსენები მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ამ დოკუმენტში იყო ასევე ნახსენები ბიომეტრიული სიები. სამწუხაროდ არც ერთი არც მეორე არც მესამე საკითხი არ შესრულდა, მესამე რაც შეეხება კოდექსთან დაკავშირებული საკითხები თუ რატომ არ შესრულდა, თუ ამის ინტერესი გექნებათ მოგვიანებით შემიძლია კიდევ ამაზე. ჩვენ პრინციპში ამაზე შეგვიძლია, იმიტომ რომ დრო გვაქვს და მაშინ გადავიდეთ ამ. კი ბატონო, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არის ის საკითხი, რომელიც გარშემო პრაქტიკულად წარმოუდგენელია ნებისმიერი სახელმწიფოში დემოკრატიის მუშაობა. ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ კოდექსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული იგივე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში ამ კოდექსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს. მიყვე თანმიმდევრობით ელენე, აი ძირითადი პლუსები რას ამბობს დღევანდელი ხელისუფლება, რა არის ის პლუსი, რომელიც მივიღეთ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და ჩვენი აზრით რატო არის ესეთი შეფასება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პრაქტიკულად ჩავარდა დღესდღეობით საქართველოში. ისაც ჩვენ მივიღეთ, ეს არ არის რეფორმა, ეს არის ბუტაფორია რეფორმისა, ფასადური რეფორმა. ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ. მერების არჩევითობა. უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი გამგებლების პირდაპირ გზით არჩევითობა. ძალიან სამწუხაროა ამან გაიარა საჯილდაო ქვა აქ იყო ბარიერი და მაგრამ ძალიან კარგი რომ მივიღეთ 50%-იანი ბარიერი და ნამდვილად ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ უბრალოდ გაუგებარია რა შეჭირდებოდა ხელისუფლებას თუმცა მოგვიანებით აღიხსნით რა შეჭირდებოდა ხელისუფლებას გადარჩევის უნდობლობის გამოცხადების ის მექანიზმი რომელიც ჩაიდო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში არჩეული პირდაპირ გზით არჩეული მერის თუ გამგებლის მიმართ. თუმცა უკაცრავად შეგაწყვეტეთ, იქვე შემდეგ შევიდა ცვლილება, რომ თუ ეს პირი იჩივლებს სასამართლოში, მას ესე იგი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აქვს უფლება რომ გააგრძელოს თავისი მუშაობა. მერი და გამგებელი. გააქვს მოძრაობა. აი რას ცulis ეს მაყურებელს რო ავხსნათ ეს მაგრამ ასევე სასამართლოს რა შეუძლია გაასაჩივროს? სასამართლოს შეუძლია განიხილოს პროცესუალურად, როგორ მოხდა მისი გადარჩევის პროცესი. ანუ ის კი არა რატო გადააყენეს. და თავარი არის კოდექსმა არ დააკონკრეტა, რატო შეიძლება საკრებულომ გადააყენოს არჩეული მერიან გამგებელი. ან არაჯეროვნად აფსრულებს თავის ფუნქციებს, არამე კრიმინალი ჩაიდინა, ან რა ვიცი, სამსახურში არ დადის. ელემენტარულად რაღაც ჩამონათვალი შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ხო? არა, ეს გაკეთებული არ არის. სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს საკრებულოს შემადგენლობის უმრავლესობის ხელმოწერები არის თუ არა, ის ამდენ დღეში მიექნა მას ისა რა ქვია, წარდგენილი, როგორ იქნეს პროცესუალური ნორმები დადგენილი და ეს არის და ეს. მე ვიღებდი ერთ შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც ბატონი შერგელაშვილი რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იღებდა მონაწილეობას, სადაც მან არ დამალა და თქვა, რომ ძალიან მიკვიშ, როდესაც მეკითხებიანო, აი რა საბაბით შეიძლება საკრებულომ გადაერჩიოს არჩეული მერიან გამგებელი. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკურად გადაწყვეტეს და მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება. ეს იყო მისი მხრიდან ზედმეტი გულახდილობა პირდაპირ რო გითხრათ, იმიტომ რომ არ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილების იმედზე ვიყოთ ჩვენ იმ საკრებულოების და იმ ისტორიით, რომელიც ჩვენ გვაქვს საკრებულოებში. დღევანდელი რეალობა მინდა გითხრათ თქვენ რა. დღევანდელი 69 მუნიციპალიტეტიდან 57 მუნიციპალიტეტში გამგებელი შეიცვალა. ეს გამგებლები შეიცვალა საკრებულოების საშუალებით ზუსტად. 57 საკრებულო, რომელიც გუშინ და გუშინ წინ აფრიალებდა, ძალიან უხეშად რო ვთქვა, ნაციონალური მოძრაობის დროშას, დღეს შეცვალეს ეს დროშები უკავიათ ქართული ოცნების დროშები და შესაბამისად პოლიტიკური რეალობის ცვლილებასთან ერთად
მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეცვალათ აღმასრულებელი ხელისუფლების ტოები თავიანთ რაიონებში, თავიანთ ქალაქებში. ესეთი ისტორიით ჩვენ რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ ხვალდაზე გარდადგება კიდევ ისეთივე რეალობა, როდესაც შეიძლება პოლიტიკური რეალობა. ამდე კიდევ მეორე რეალობასაც შევხედოთ თვალებში, ელენე, თუ კი მოხდა და როგორღაც სადმე ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ან არჩეული გამგებელი გახდა, ან არჩეული მერი გახდა, ხო? ამ შემთხვევაში ხელისუფლებას პირდაპირ რჩება ეს ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მექანიზმად, როგორც ბერკეტად იმისთვის, რომ ამ ადამიანის გადარჩევის მისთვის უნდობლობის გამოცხადების საშუალება ექნეს. ესაც შეეხება არჩევითობის საკითხს მერების და გამგებლების. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ხელისუფლება ამახვილებს ყურადღებას, ეს არის თვითმართველი ერთეულების, თვითმართველი ქალაქების ერთეულების და აქ ძალიან კომიკური სიტუაციაა, იმიტომ რომ ავიღოთ აი ნებისმიერ რაიონი, მაგალითად გორის რაიონი, გორის მუნიციპალიტეტი გაიყო ორ ნაწილად, ჩამოყალიბდება თვითმართველი ქალაქი გორი თავისი საზღვრებით და გორის დანარჩენი სოფლები გაერთიანდება ერთ მუნიციპალიტეტში. ზოგადად იდეა რა იყო ამის, როდესაც თავიდან იყო საუბარი ამ თემაზე. საუბარი იყო, რომ სერვისები, რასაც თვითმმართველობა უნდა მიაწოდოს ადგილობრივ მოსახლეობას, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ამ ადამიანებს. ეხლა რა შეიცვალა იმ ვარიანელისთვის, მაგალითად, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. ის როგორც ადრე უნდა ჩამოსულიყო ქალაქ გორში დღევანდელი თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ქალაქ გორში როგორც უნდა ჩამოსულიყო, ისიც ასევე თავისი პრობლემის მოსაგვარებლად არჩევნების შემდეგაც ისევ გორში უნდა ჩამოვიდეს, ისევ იქ იქნება მისი მუნიციპალიტეტის გამგეობა. უბრალოდ მანამდე თუ კი გორის რაიონში იყო ერთი გამგებელი და ისე იგი ერთი საკრებულო, ეხლა გვეყოლება ერთი არჩეული მერი, მეორე პარალელურად მის მოპირდაპირ კაბინეტში ან მეზობელ შენობაში იქნება არჩეული გამგებელი გორის მუნიციპალიტეტის, მას ეყოლება ორი მოადგილე, შესაბამისად მას ეყოლება ორი მომსახურე პერსონალი, მანქანები, ორი ლიმიტი ბენზინის, ორი სამსახურები, მათი მოადგილეები, ორი არჩეული საკრებულო და პრაქტიკულად არაფერი ამით არ შეცვალა. ანუ სერვისი იმ ადამიანს არ მიუახლოვდა, როგორც მანამდე უნდა ჩამოსულიყო ის გამოევლო ის არ ვიცი რამდენი კილომეტრია, შეიძლება 15-20 კილომეტრი. იგივე რაიონი მანძილი რჩება. ანუ პრაქტიკულად ვინმე ადამიანმა რომ დამისვა შეკითხვა რომ აი რატომ მივიღეთ ესეთი რეალობა, იდეაში იყო ის, რაც გითხარით თავიდან, რომ სერვისები მაქსიმალურად მიახლოებულიყო მოსახლეობასთან, გორის სოფლები დაყოფილიყო 3-4 რაღაცა ნაწილად და შესაბამისად იქ ცალკე გაჩენილიყო კიდევ თვითმართველი ერთეულები. ამბობენ ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი რეფორმისა და მომავალი ეტაპი იქნება ის, ასაც ეხლა მე ვსაუბრობ, როდესაც მაქსიმალურად დაიყოფა და სერვისები დაუახლოვდება მოსახლეობას, მაგრამ ნუ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ის რეალობა, რა რეალობაზეც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? და ზოგადად ვერაფერი დასატრაბახო თემა, როდესაც ვამბობთ, რომ 5 თვითმართველი ერთეული იყო და დაემართა 7 და გახდება 12. მე რა პრაქტიკულად შედეგი არაფერი არ მოხდა. აქამდე მივიღეთ ის, რომ 7-ით მეტი, აი გვეყოლება მოსამსახურე თვითმმართველობისთვის, გვეყოლება შესაბამის სამსახურის უფროსები, გამგებლები, მერები, მოადგილეები და ასე შემდეგ. ბატონ გიორგი, ჩვენ მაყურებელი დაგვეკავშირდა, მოусმინოთ მას და განვაგრძოთ მე საუბარი. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით, გისმენთ. სამშვიდობისა. სამშვიდობისა. ეხლა როგორც სამშვიდობისა. ეხლა როგორც თქვენგან გავიგებენ და როგორც ბატონი ბრძანებს. თქვენ სრულად გადაგვიწურეთ ჩვენ იმედი ეხლა, რომ ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები სამართლიანად და წესიერად და პატიოსნად. ეს არის გამორიცხული უკვე. შემიძლია გაგცეთ პასუხი? დიახ. რაც შეეხება ადგილობრივი არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. ის რაზეც მე ვისაუბრე, ეს არის ის ასე რომ ვთქვათ, ერთი ნაბიჯი, რომელთაც ხელისუფლებას თავიდანვე სასტარტო პირობებიდან უნდა რომ იყოს ადგილობრივ არჩევნებში. ამის შემდეგ როგორ მოვახერხებთ ოპოზიცია, როგორც არასაპარლამენტო, ის საპარლამენტო ოპოზიცია, ჩვენი შედეგების დანახვას, ეს არის ჩვენს ქმედით უნარიანობაზე დაკავშირებული. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ უყურებთ ამ ადგილობრივ არჩევნებს. პესიმისტურად ნამდვილად არ ავართ ხელჩაქნურ მდგომარეობაში, ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენს
კოლეგა და პარტნიორ სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ნახოთ რა გამოგვივა ვართ იმედით ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ იმას და ნამდვილად ესეთი გეგმებით ვართ რომ ადგილობრივ არჩევნებში ძალიან სერიოზული შედეგი მივიღოთ სრულიად საქართველოს მასშტაბით. კიდევ ერთი აქტუალური საკითხი არის პარტიების დაფინანსება და ამასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება უკვე გამოითქვა. თქვენი აზრით დაფინანსების რა მოდელი იქნებოდა არჩევნებში ყველა მხარესთვის ამაკმაყოფილებელი? მოდელი არსებობს ასეთი მოდელი რა თქმა ალბათ ბუნებაში არ არსებობს. ესეთი მოდელი ალბათ ბუნებაში არ არსებობს. მე როდესაც ვიზაუბრე ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის წარმატებებზე ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი შეიძლება ითქვას დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ესეც არ არის იდეალური და ძალიან ძნელი იქნება და რთული იქნება ჩვენს მაყურებელს გავაგებინო როგორი იქნებოდა მაგალითად მაქსიმალურად მიახლოებული სამართლიანთან დაფინანსების თემა პარტიებისა, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი გადასახედი, ყოველ შემთხვევაში ერთი რეალობა შემიძლია გითხრათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი ბიზნეს გარემო ქვეყანაში, როდესაც ბიზნესი იქნება თავისუფალი და მას ექნება საშუალება დააფინანსოს ნებისმიერი მისთვის სიმპათიური პოლიტიკური პარტია. ჩვენ მივიღეთ ისეთი რეალობა, როდესაც პრაქტიკულად მთელი ამ წლების განმავლობაში არასოდეს არც ერთ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში არც ერთ ბიზნეს სტრუქტურას არ გაჩენია იმის სურვილი რომ ოპოზიციისთვის თუნდაც ელემენტარული დახმარება ფინანსური გაეწია, რაც არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ პრაქტიკულად შესაბამისობაში მოდის შემდეგ ბიუჯეტზე დამოკიდებულება ამ პოლიტიკური ერთეულების და შესაბამისად დაფინანსების გაზრდა ყველა პოლიტიკური ერთეულისთვის პარტიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებიდან. ამიტომ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ბიუჯეტიც ვერ იქნება საბოლოოდ დამაკმაყოფილებელი, დამაფინანსებელი თუ ზოგადად პარტიებმა არ შევძელით ის, რომ სხვაგან მოვიძიოთ ჩვენი რესურსები. ბატონ გიორგი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნა ბუნებრივი არის სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნა. თქვენ ახალი მემარჯვენეების რეგიონალური მდივანი ბრძანდებით, ამიტომ მინდა გითხოთ, რა ხდება ამ კუთხით რეგიონებში? ანუ რაზე უნდა მიაქციოს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ყურადღება რეგიონალური მასშტაბით? როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ვესაუბრებით, რეგიონებში გვიწევს ხშირად სიარული, როდესაც თვითმმართველობაზე ვესაუბრებით, ამ ადამიანებს ძალიან ხშირად აქვთ სერიოზული ნიჰილიზმი და იმედგაცრუება, იმიტომ რომ საჭიროა რამოდენიმე კომპონენტი თვითმმართველობის სიძლიერისთვის და არსებობისთვის ზოგადად, ხო? ის ისტორია, რომელიც თვითმმართველობას ქართულ რეალობაში, ქართული სახელმწიფოს რეალობაში გააჩნია, კარგზე არაფერზე არ მიგვითითებს, ეს არის ისტორია როდესაც იყო სრული იმედგაცრუება ჩვენი მოსახლეობისა თვითმმართველობის კუთხით. არა და იმისთვის რომ თვითმმართველობა იყოს ქმედითუნარიანი, საჭირო არის რამოდენიმე ფაქტორი და მათ შორის არის ფინანსური დამოუკიდებლობა, მათ შორის არის ქონებრივი დამოუკიდებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თუ როგორ ირჩევს შენ ამ თვითმმართველობას იმ ადამიანს ქონდეს სამართლიანობის განცდა, როდესაც იცის რომ მისი კანდიდატი და იმ ადამიანმა რომელიც მის მხარდაჭერით სარგებლობს თუ კი მისცა მას ხმა, შესაბამისად მისი ხმა წარმოდგენილი იქნება ადგილობრივ საკრებულოში როგორც მინიმუმ. Ჩვენ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვიდრე თქვენ შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს გავცედით, ცოტა შორიდან დავიწყოთ. დღევანდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა ბევრ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებული არის ფინანსური და ქონებრივი დამოუკიდებლობის კუთხით ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ანუ რაზეა საუბარი? ჩვენ დღევანდელი ხელისუფლება გვეუბნება, რომ 2015 წლის სექტემბრისთვის მე უკვე უზრუნველყოფ იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში ზიარი გადასახადების სახით შესაბამისი შემოსავლების წყარი გაჩნდეს. ანუ საუბარია იმაზე, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დარჩეს, საუბარია რომელიღაცა სხვა გადასახადის კიდევ ნაწილის დატოვებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში. ეს ყველაფერი გასაგები, ეს ყველაფერი მისაღებია ელენი, მაგრამ რაზეა საუბარი? მე დღესვე ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის, რომ მომესმინა იმ კომპეტენტური ადამიანისაგან. საითკენ მივდივართ, როგორი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი? რამდენი პროცენტით უნდა იყოს მისი შემოსავლებით დაკმაყოფილებული ადგილობრივ დონეზე? რა თქმა უნდა, მესმის ქართული რეალობა, რომ
რეგიონებში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არის და მათ აუცილებლად დაჭირდებათ ცენტრალური ფედერალური ბიუჯეტიდან დახმარება. ეს იქნება გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით, ეს იქნება კაპიტალური ტრანსფერების სახით თუ სხვა ნებისმიერი, მაგრამ საერთკენ ვიდივართ თვითმმართველობა როგორი ბიუჯეტის თვითმმართველობა გვინდა ჩვენ მაქსიმალურად ჩამოკიდებული ფედერალურ ბიუჯეტზე, რაც ვერ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას, რაც ვერ უზრუნველყოფს მის თვითყოფადობას, რაც დღევანდელ რეალობაში გვაქვს და რაც პრაქტიკულად ყველა ერთად ვაღირებთ რომ არ მუშაობს. თუ გვინდა რომ მაქსიმალურად მისი შემოსავლები იყოს მაქსიმალური და შესაბამისად იქ ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი დეპუტაციის, ადგილობრივი არჩეული მერის თუ გამგებლის გემოვნება მორგებული ადგილობრივ რეალობაზე იქნეს გათვალისწინებული. სხვადასხვა მექანიზმები იცით ვერ ვიტყვი ხა მაგალითად სლოვაკეთში შემიძლია გითხრათ რომ საშემოსავლო გადასახადი 70.3% რჩება ადგილობრივ თვითმმართველობაში. ზოგადად ევროპულ ქვეყნებში რჩება 30-დან 35%-მდე. მაგრამ შემიძლია ზოგადად ერთი ციფრი გითხრათ რომ დაახლოებით 40%-ის ფარგლებში ევროპის ქვეყნებში არის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ზოგადად რო გავასაშვალოთ, რომელიც ივსება ადგილობრივი შემოსავლებით. აი ეს მაინტერესებდა რომ გამიგო დღევანდელი ხელისუფლებიდან. ჩვენ როგორც მინიმუმ როგორ დავთვლით ამ იმას საშემოსავლოდან რამდენი პროცენტი უნდა დარჩეს ადგილობრივი ბიუჯეტის შესავსებად, რამდენი იმისთვის რომ შეივსოს ადგილობრივი ბიუჯეტების 30%, 50%, 70%, როგორია ჩვენი პოლიტიკა, რომ ის იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და დამოუკიდებლობა როგორ მოვა. ფული თუ კი თავისი აქვს, შესაბამისად დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი ექნება. თორე ქუთაისის რეალობაზე შემიძლია გითხრათ, ხო? ქუთაისის ბიუჯეტი იყო 30 მილიონი ლარი, გახადეს 34 მილიონი, გაგვიხარდა ყველა საჯობია. ქუთაისის ბიუჯეტი გაიზარდა, მაგრამ ამ 4 მილიონს მოყვა შესაბამისი დირექტივა, რომ ამ 4 მილიონით უნდა აშენებული იყო კიდევ ერთი ახალი, ერთი უკვე იყო ქუთაისში ყინულის მოედანი და კიდევ ერთი ახალი მეორე ყინულის მოედანი უნდა გაკეთებული იყო ქუთაისში. არა და ძალიან მტკივნეულად მოხდა ეს პროცესი ქუთაისის რეალობაში, მოხდა იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სკვერი გაიჩეხა, იქ ახლა ქუთაისი არ არის ძალიან ცივი ქალაქი და შესაბამისად იმ ყინულს რაღაცა შენარევი, ქიმიური შენარევი ჭირდებოდა, რომელსაც სუნი ჰქონდა, იქ მოსახლეობა შეწუხდა. ნუ მოგეთ პრობლემები იყო და ეს 4 მილიონი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი ერთი შეხედვით გაიზარდა და კარგი იყო, მაგრამ რეალურად მივიღეთ ფაქტი, რომ პრაქტიკულად ქუთაისმა ბევრი ვერაფერი ვერ იხიერა 4 მილიონით. არა და დაწუნებული ვარ თუ გიდი შემადგენლობიდან რომელიც მაშინ იყო ქუთაისის საკრებულოში ნაციონალური უმრავლესობით, ისინიც კი უკეთესად დახარჯავდნენ ამ ფულს, მაგრამ ოდესაც მიყვა დირექტივა ცენტრალური ხელისუფლებიდან რომ კიდევ ერთი ყინულის მოედანი უნდა გაკეთებულიყო, მათი არჩევანი აღარ არსებობდა, იმიტომ რომ შესაბამისად ვინც იხდის ფულს მისი გემოვნებით კეთდება იმ რაიონში თუ იმ ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ანუ რატო ვისაუბრე ამ თემაზე? ოდესაც თვითმმართველობაზე ვესაუბრებით ჩვენ წარმომადგენლებს, მინდა გითხრათ რომ ძალიან პირველი შეკითხვა მათი მხრიდან რა არის? იქნება კი ეს თვითმმართველობა, იქნება კი იმის საშუალება რომ ჩვენ ადგილებზე ჩვენი გემოვნებით რაღაცა გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია რომ სკოლის დირექტორს როგორც მიშას პერიოდში ნიშნავდნენ განათლების სამინისტროდან აბსოლუტურად იგივე პროცესი მიმდინარეობს დღესაც. 7 თვეა თუ მე მგონი უფრო მეტიც არის. 2000 სკოლაზე მეტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის 1100, 900 მეტი 900 დაინიშნა, დანარჩენები ვერ დაინიშნა. ანუ ადგილებზე უფლებამოსილებები არ არის გადაცემული, არა და თქვენს გახსოვთ და ყოველას მე დიახ რომ ახსოვს, რომელსაც იყო საუბარი რომ ბატონ ივანიშვილი ამბობდა ყველაფერი დავტოვოთ უფლებამოსილებები ადგილებზე, რასაც ვერ აწევენ, რაც მათ ძალებს აღემატება, წამოვიღოთ ისინი ყველაფერი დედაქალაქში. არა და მეწუნეთ ახლა როგორმე ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გაცილებით იოლი გადასაწყვეტია სენაკელი ავიც საკრებულოსთვის ვინ იქნება სენაკის მეორე, მესამე ან პირველი საშუალო სკოლის დირექტორი, ვიდრე აქ თბილისში სამინისტროს გადასახედიდან. მაგრამ ნუ ეს რეალობა გვაქვს, ეს მოცემულობა გვაქვს. მაგრამ ამასთან ერთად არსებობს ის მოლოდინი, რაც თვითმმართველობასთან დაკავშირებით არის, რომ რაღაცა წინ ნაბიჯით უნდა გადავდგეთ. ყველაფერი ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ. სამწუხაროდ ჩვენ ისევ როგორც წინა ხელისუფლებასთანაც ამ ხელისუფლებასთანაც გვიჭევს აი ესეთი ყავს კაკალი დააგდებიო პრინციპით ბრძოლა და თვითმმართველობისთვის ჩვენი განწყობილება რაიონებში, მინდა გითხრათ, ჩვენი მხარდამჭერების და ჩვენი აქტივის განწყობილება არის საკმაოდ საბრძოლო.
ბევრი რამეზეა დამოკიდებული თუ როგორ დასრულდება საბოლოო ჯამში ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა და საბოლოო ჯამში როგორ ფორმას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კოდექსი თვითმმართველობასთან დაკავშირებით როგორი შევძლებთ ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიცია საერთო ენის გამონახვას როგორ შევძლებთ ჩვენ საერთო ბლოკის ჩამოყალიბებას მინდა გითხრათ რომ ეხლა ეს არ არის დამაული თემა რომ აქტიურად მიმდინარეობს ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები ძალიან ნედლი თემაა პირდაპირ გითხრათ დაადრევი ამ თემის რაღაცა კონკრეტიკასკენ წაყვანა მაგრამ სურვილი აშკარად იკვეთება ჩვენ მუშაობთ იმაზე რომ ყავდეს ესე იგი საერთო კანდიდატები არა მარტო დედაქალაქში არამედ ზოგადად მთელ საქართველოში შევჭერდეთ ასევე მაჟორიტარებზე და შესაბამისად მივიღოთ ძალიან სერიოზული შედეგი ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, შედეგი, რომელიც იქნება როგორც მინიმუმ იმის მომცემი, რომ თვითმმართველობაში ოპოზიციის სიტყვა იყოს დაცული და გარანტირებული. დიდი მადლობა ჩვენი ეთერი დასრულებულია. მადლობას გიხდით ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის და წარმატებას გისურვებთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი თავისუფალი ტრიბუნა ეთმობდა პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი მემარჯვენეები და ჩვენი სტუმარი იყო გაერთიანების რეგიონალური მდივანი გიორგი ასათიანი. მე ხოლმე გემშვიდობები და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. ნახვამდის. მადლობა თქვენ.